დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტებისთანავე არალეგალი მიგრანტების მასიური დეპორტირება დაიწყო. We're tracking down the illegal alien criminals, we're detaining them and we are throwing them the hell out of our country. We have no apologies and we're moving forward very fast. They're very dangerous people. 2025 წლის 25 იანვარს ორი სავსე სამხედრო თვითმფრინავი გაფრინდა ამერიკიდან კოლუმბიის მიმართულებით. თუმცა კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ ეს თვითმფრინავები არ მიიღო. ტრამპმა რა თქმა უნდა ეს ასე არ დატოვა. საპასუხოდ მან გამოაცხადა 25%-იანი საგანგებო ტარიფები კოლუმბიიდან ამერიკაში მიმავალ საქონელზე, რომელიც ერთ კვირაში 50%-მდე გაიზრდებოდა. ამასთან ერთად აუქმებდა სავიზო მიმოსვლას კოლუმბიის მთავრობის წარმომადგენლებისა და მათი მოკავშირეებისათვის, აწესებდა სავიზო სანქციებს მთავრობის წევრების ოჯახებისათვის და აანონსებდა დამატებით საბანკო საფინანსო შეზღუდვებს. ამის გაგონებაზე პრეზიდენტმა პეტრომ, რომელსაც სხვათა შორის პირადად შევხვედრილ ვარ, ჯერ ანალოგიური ტარიფების გაზრდის მუქარით უპასუხა ტრამპს, შემდეგ დაფიქრდა, აწონდა და გადაწყვიტა, რომ დეპორტირებული ემიგრანტები უკან ზედმეტი ხმაურის გარეშე მიიღო. რამდენიმე დღეში კი გვატემალაში ამერიკიდან დეპორტირებული მიგრანტების 3 თვითმფრინავი ისე დაჯდა, რომ ადგილობრივ მთავრობას ხმამაღალი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ეს კი ტრამპის ახალი ეკონომიკური იარაღის ტარიფების დამსახურება. I always say tariffs is the most beautiful word to me in the dictionary. რა არის ტარიფები? რატომ არის დონალდ ტრამპი ამ საკითხით შეპყრობილი და მოუტანს თუ არა მას ისეთივე წარმატებას სხვა მოლაპარაკებებში, როგორიც ეს კოლუმბიის შემთხვევაში მოხდა? სატარიფო რეჟიმი მსოფლიო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილია და აი რატომ უნდა გავაღელვებდეს ჩვენ, რიგით ადამიანებს. იმიტომ რომ პროდუქტის ან ნებისმიერი ნივთის ღირებულება, რომელსაც ყოველდღიურობაში მოვიხმართ, დამოკიდებულია არა მხოლოდ წარმოების ფასზე, არამედ ქვეყნებს შორის არსებულ სატარიფო პირობებზე. დღევანდელ მსოფლიოში კი ექსპორტ-იმპორტი იმდენად კომპლექსური, ერთმანეთზე გადაჯაჭვული ქსელია, რომ ფასების ცვლილება ერთგან იწვევს ფასების ცვლილებას მეორეგან. განსაკუთრებით თუ ეს ხდება მსოფლიოს ისეთ წამყვან ეკონომიკაში, როგორიც შეერთებული შტატებია. მარტივად რომ თქვათ, ტარიფები არის გადასახადი, რომელსაც კონკრეტული ქვეყანა იმპორტზე აწესებს. პირობითაც წარმოიდგინეთ ამერიკული კომპანია, რომელიც ფეხსაცმელს ყიდის და თითო წყვილს ჩინეთში $20 აწარმოებს. თუ ამერიკის მთავრობა 10%-იან ტარიფს დააწესებს ჩინეთიდან შემოტანილ სამოსზე, მაშინ იმპორტიორ კომპანიას $2 დამატებით გადახდა მოუწევს ამერიკის მთავრობისათვის. რის შედეგადაც წარმოება ჯამში 20-ის ნაცვლად $22 დაჯდება. ანუ ტარიფები პროდუქტის ღირებულებას აძვირებს საიმპორტო ბაზარზე. კიდევ უკეთ რომ წარმოიდგინოთ, განვიხილოთ ისტორიული მაგალითი, რომელსაც ქათმის ომის სახელით იცნობენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელები დიდი რაოდენობით ამერიკული წარმოების ქათამს ყიდულობდნენ. 1962 წლისათვის ამერიკელი ფერმერები $50 მილიონი ოდენობის ქათამს ყიდნენ გერმანიაში, რაც დღევანდელ $9 მილიარდს უტოლდება. ამან ადგილობრივი ფერმერები განარისხა, რამაც ორგანიზაციამ, რომელსაც დღეს ევროკავშირის სახელით ვიცნობთ, ამერიკულ ქათამზე ტარიფების დაწესებისაკენ უბიძგა. $1.60 ღირებულების ქათამი $2.25 გახდა. შედეგად, ამერიკული ქათმის იმპორტი ერთ წელიწადში დრამატულად შემცირდა, რამაც ამერიკელი მეწარმეების და პოლიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია, საპასუხოდ კი ამერიკელებმა იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ გერმანული წარმოების მანქანებზე დაეწესებინათ ტარიფები. მაგალითად Volkswagen-ზე, რათა გერმანელებს ამერიკული ქათმის დაბეგრვა გადაეფიქრებინათ. ასეც მოხდა. Volkswagen-ის იმპორტი ამერიკაში დაეცა და 1964 წლის მერე ეს რიცხვი არც გაუმჯობესებულა. ამასობაში გერმანელებს გაუძვირდათ ქათამი და ამერიკელებს შეუმცირდათ მანქანების არჩევანი. ეს ნათელი მაგალითია თუ რა შედეგი მოაქვს ტარიფებს. ან აძვირებს პროდუქციას, ან ცდილობს კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკური ქცევის შეცვლას, ან ზოგჯერ ორივე. და როგორ არის სატარიფო პოლიტიკა დალაგებული დღეს? ბოლო ათწლეულების მანძილზე ქვეყნების უმრავლესობა ძალიან დაბალ ან ნულოვან ტარიფებს ინარჩუნებს გარკვეულ საქონელზე. ეს ძირითადად დასავლური ლიბერალური ეკონომიკური იდეოლოგიის შედეგია. მსოფლიოში გავრცელდა იდეა, რომ იმპორტზე მცირე ტარიფები ან ტარიფების
არ არსებობა მყიდველისთვისაც და გამყიდველისთვისაც მომგებიანია. რონალდ რეიგანი, მარგარეტ ტეტჩერი, ბილ კლინტონი ეს არასრული რიცხვია იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამ იდეას მყარად უჭერდნენ მხარს. ალბათ გაგიგიათ ტერმინი თავისუფალი ვაჭრობა, რომლითაც მაგალითისათვის საქართველოს ევროკავშირთან, DST-ს ყველა ქვეყანასთან, თურქეთთან, ჩინეთთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან სარგებლობს. საქართველოს შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ აქვს, ამიტომ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა ჩვენთვის დიდად სანერვიულო არ არის, მაგრამ მაინც საინტერესოა გავიაზროთ, რა გეოპოლიტიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიხედვით თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გულისხმობს შეთანხმების მონაწილე მხარეებს შორის ვაჭრობის გათავისუფლებას საბაჟო საიმპორტო გადასახადისაგან, გარდა ურთიერთ შეთანხმებული გამონაკლისებისა. ანუ თავისუფალი ვაჭრობის პირობებში კომპანია, რომელსაც ჩინეთში 1 წყვილი ფეხსაცმლის წარმოება იმპორტიანად $20 უჯდება, დამატებით გადასახადს აღარ უხდის სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა შედის იმ მოგების გადასახადებიდან, რომელსაც იმპორტიორი გაყიდვების შემდეგ გადაიხდის. თავისუფალი ვაჭრობის ლოგიკა იმაშია, რომ რაც უფრო ნაკლებ ფასად შემოიტანს იმპორტიორი პროდუქციას, მით ნაკლები ეღირება ბაზარზე, შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს ექნება ყიდვის საშუალება, რაც გაზრდის კომპანიის შემოსავლებს და ქვეყნის ბიუჯეტსაც. ანუ წარმოებელიც მოგებაშია, იმპორტიორიც მოგებაშია, მომხმარებელიც მსყიდველნარიანია და სახელმწიფოშიც მეტი ფული შედის. თუ თავისუფალი ვაჭრობის იდეა ასეთი მომგებიანია, მაშინ როგორ და რატომ მივიდა დონალდ ტრამპის სატარიფო რეჟიმის დაწესების იდეამდე? დონალდ ტრამპის ინსპირაცია ამ შემთხვევაში ამერიკის 25 პრეზიდენტი უილიამ მაკკინლია, რომელსაც ტრამპი ტარიფების მეფეს უწოდებს და მის გამოსვლებში ხშირად მოიხსენიებს. And we will restore the name of a great president, William McKinley. მე-19 საუკუნეში ამერიკის მთავრობის შემოსავლის დაახლოებით ნახევარი სავაჭრო ტარიფებიდან მოდიოდა, მაგრამ ბოლო 70 წლის მანძილზე ტარიფებს დაახლოებით 2% თუ შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში. მაკკინლის პრეზიდენტობისას შტატებმა სატარიფო რეჟიმით უამრავი ფული იშოვა. გადაიხადა სამოქალაქო ომის ვალები და ზედმეტი საბიუჯეტო შემოსავლით. ეკონომიკას პრობლემაც კი შეექმნა. ანუ ამერიკა ისე გამდიდრდა, რომ ტარიფებით მოგროვებული ფული სად წაეღო აღარ იცოდა. პრეზიდენტობის მეორე ვადაში კი მაკკინლიმ ხედვა შეიცვალა და გადაწყვიტა, რომ ეკონომიკური დოვლათი ექსპორტზე უნდა გაეტანა და ეკონომიკა უფრო გაეხსნა, თუმცა ამ პოლიტიკის გატარება არ დასცალდა, რადგან მალევე მოკლეს. ტრამპს ტარიფების გამოყენება 3 ძირითადი მიზნისთვის უნდა. პირველი, საბიუჯეტო თანხების მოზიდვა. მისი თქმით, სატარიფო რეჟიმიდან შემოსული შემოსავალი მის მთავრობას საშუალებას მისცემს მოსახლეობას გადასახადები შეუმციროს. ანუ ტრამპის ხედვით ბიუჯეტს გავსებენ კერძო კომპანიები და არა ამერიკელი გადასახადების განმხდელები. თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ იმპორტიორი თავისი ჯიბიდან გადაიხდის სატარიფო გადასახადს და იქვე დასრულდება. ბიზნესი მოგებაზე არის და იქნება ორიენტირებული. ჩვენს მაგალითს რომ დაუბრუნდეთ, თუ კომპანიას ფეხსაცმლის შემოტანა 20-ის ნაცვლად $22 დაუჯდება, ბუნებრივია მას მოუწევს გასაყიდი ფასების გაზრდაც, რაც საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება. პროდუქციის გაძვირება გამოიწვევს მყიდველის შემცირებას, რაც შეამცირებს კომპანიის შემოსავლებსაც. შედეგად კი ამ კომპანიას მოუწევს არა მარტო უფრო ნაკლები ფეხსაცმელი შეისყიდოს ჩინური კომპანიისგან, არამედ დაასაქმოს უფრო ნაკლები ადგილობრივი პერსონალი, შეამციროს ხელფასები, კადრები და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ვინ იხდის გაზრდილ ტარიფს? ისევ ადგილობრივი მყიდველი. თუმცა ტარიფების გაზრდას მეორე შედეგით შეიძლება მოყვეს. შიდა წარმოების გაფართოება და მეტი ადგილობრივის დასაქმება. საპრეზიდენტო კამპანიისას ტრამპი ამბობდა, რომ ჩინეთიდან შემოსულ ყველა საქონელზე 60%-იან ტარიფს დააწესებს და 120%-იან ტარიფს ყველა სხვა იმპორტზე შეერთებულ შტატებში.
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ იმპორტი ადგილობრივ წარმოებაზე ძვირი გახდება, მაშინ ქვეყნის შიგნით გაძლიერდება მრეწველობა და შეიქმნება სამუშაო ადგილები. მას შემდეგ, რაც 2001 წელს ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეუერთდა, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის ვაჭრობის რეგულირება და გამარტივება, შეერთებულ შტატებში დაიწყო ჩინეთში დამზადებული პროდუქციის ბუმი და ასევე დანარჩენ მსოფლიოშიც. ბევრი ალაპარაკდა, რომ ჩინეთის მთავრობა ორგანიზაციის წესებს არ ხვევდა, ასუბსიდირებდა ჩინურ კომპანიებს, რომ მათი ფასები რაც შეიძლება დაბალი ყოფილიყო. შესაბამისად, ამერიკული ბიზნესებისათვის გართულდა ჩინურ ფასებთან კონკურენცია და ადგილობრივი მრეწველობა შესუსტდა. ბევრი საწარმო დაიხურა, სამუშაო ადგილები გაქრა და ვეღარ ჩანაცვლა. ტრამპს კი ტარიფების შემოღება ამერიკაში მრეწველობის აღსადგენად სურს. მაგრამ არც ეს საკითხია ასე სწორხაზოვანი. შესაძლოა ტარიფებმა ეკონომიკის ერთ ნაწილში მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მაგრამ მეორე ინდუსტრიას უარყოფითად დაარტყას. მაგალითად, 2009 წელს ბარაკ ობამას მთავრობამ 35%-იანი ტარიფი დააწესა ჩინეთიდან იმპორტირებულ მანქანის საბურავებზე, რათა ამერიკული საბურავების წარმოება გაეძლიერებინა. ზოგი წყარო ამბობს, რომ ამ პოლიტიკამ 1200-ზე მეტი სამუშაო ადგილი გადაარჩინა შეერთებულ შტატებში, მაგრამ ამან საერთო ჯამში გაზარდა საბურავების ღირებულება და ამერიკელმა მომხმარებლებმა ჯამში 1.1 მილიარდი დოლარით მეტი გადაიხადა საბურავებში. წარმოიდგინეთ, თითოეულ სამუშაო ადგილზე დაახლოებით 900,000 დოლარი, თითქმის 1 მილიონი ზედმეტი დანახარჯი მოდიოდა. შესაბამისად, ამ პოლიტიკით უფრო მეტი ზიანი მიადგა ეკონომიკას, ვიდრე სარგებელი. ამიტომ, ბევრი ფიქრობს, რომ ტრამპი სატარიფო პოლიტიკით ძირითადად მესამე მიზნის მიღწევას ეცდება. გამოიყენებს მას როგორც ძლიერ ეკონომიკურ იარაღს მოლაპარაკებებში. ტრამპის ეს მიზანი კი დასაწყისში ნახსენებ კოლუმბიის მაგალითზეც გამოჩნდა. დიდი ალბათობით ტრამპის სატარიფო რეჟიმს ძირითადად საიმიგრაციო და ნარკოპოლიტიკის მოსალაპარაკებლად გამოიყენებს, განსაკუთრებით მექსიკასთან და კანადასთან მიმართებით. დონალდ ტრამპმა და მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა უკვე მოილაპარაკეს მექსიკაზე ტარიფების დაწესების ერთი თვითგადადება. სანაცვლოდ კი მექსიკის მთავრობამ 10,000 ჯარისკაცი გააგზავნა ამერიკის საზღვართან ფენტანილის ტრაფიკინგის საბრძოლველად. ვინც არ იცით, ფენტანილი ხელოვნურად შექმნილი ნარკოტიკი ოპიოიდია, რომელსაც ხშირად მორფინზე ძლიერი ეფექტი აქვს. ბოლო დროს კი არალეგალი მიგრანტების ზრდასთან ერთად ფენტანილის უკანონო შედინება ამერიკისათვის დიდი პრობლემა გახდა. კანადა, მექსიკა და ჩინეთი. ეს არის სამი ქვეყანა, რომელსაც ტრამპი პირველ ეტაპზე ტარიფებით ემუქრება და ასევე ის ტოპ 3 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ამერიკული წარმოების პროდუქტი შედის. მარწყვი, ავოკადო, როლო, ლუდი, ტეკილა, ამ პროდუქტების 90%-ზე მეტი ამერიკაში მექსიკიდანაა იმპორტირებული. მეორე მხრივ, ამერიკა კანადიდან იღებს დაახლოებით გაყინული კარტოფილი ფრის 80%, შეშის 70% და ნეკერჩხლის სიროფის 60%. ამერიკის იმპორტირებული გაზის 99%-იც კანადიდან შედის. 1 თებერვალს კი ტრამპმა კანადურ ენერგოპროდუქტებზე 10%-იანი ტარიფი გამოაცხადა. 2024 წელს ამერიკამ 140 მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი გაიტანა ექსპორტზე ჩინეთში. ჩინეთიდან კი 400 მილიარდი დოლარი შემოიტანა და მეტიც. ეს კოლოსალური თანხებია. ამიტომ სატარიფო რეჟიმი მალე დაარტყავს როგორც ამერიკის, ასევე ჩინეთის, კანადისა და მექსიკის ეკონომიკებს და ასევე ამერიკულ კომპანიებს საზღვარგარეთ. მაგალითად, ცნობილი ავტომობილების მწარმოებელი ფორდი მექსიკაში აწყობს მანქანებს. ფორდს თავისუფალი ვაჭრობის საშუალებით ნაწილები ხელმისაწვდომ ფასად შეაქვს მექსიკაში, ჩინეთიდან და ამერიკიდან. მექსიკაშივე აწყობს მანქანებს და შემდეგ ექსპორტზე გააქვს ამერიკაში. სწორედ ასე უჭირავს ფორდს კონკურენტული ფასები ბაზარზე. ტარიფების დაწესების შემდეგ კი შესაძლოა ფორდის ავტომობილები ამერიკელი მომხმარებლებისთვის გაძვირდეს. სწორედ ამიტომ 23 ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომისტმა განაცხადა, რომ ტრამპის ტარიფების გეგმა საზიანოა ამერიკის და გლობალური ეკონომიკისთვის. ტრამპი ტარიფებზე ისე საუბრობს, თითქოს მხოლოდ ამერიკას შეუძლია ტარიფების დაწესება სხვა ქვეყნებთან იმპორტზე. მაგრამ რა მოხდება თუ ტრამპს სხვა ქვეყნებიც ტარიფებით უპასუხებენ?
კანადამ და მექსიკამ უკვე გამოაცხადეს, რომ ამერიკას საპასუხო ტარიფებს დაუწესებენ. ამიტომ შესაძლოა შეერთებული შტატები ახლა სავაჭრო ომის პირას იდგეს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? დამიტოვეთ კომენტარებში. ვიდეოს ბოლოს მადლობას გიხდით ჩემს 2500-მდე გამომწერს და 80,000-მდე მაყურებელს. ჩემი მიზანია ეს რიცხვი გავაორმაგო, რათა კონტენტის ხარისხი გავზარდო. ამიტომ არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და კომენტარებით მაცნობოთ, რა თემებზე ისურვებდით მსგავსი ვიდეოების ხილვას. და ბოლოს, აქვე გიტოვებთ არხის Instagram-ს, TikTok-ს და ჩემს X, ანუ Twitter-ის მისამართს, რათა არ გამოგრჩეს სიახლეები. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.